ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა, რადგან დღეს კვირა, გავიგებთ თუ რითი იყო საინტერესო ეს კვირა მსოფლიოს შოუ ბიზნესისთვის. ეთერშია ინფორმატორი, საათის ნახევარიანი გამოშვება ლაილაისთან ერთად. როგორც უკვე იცით, შეიქმნა გადაცემა ტოროლასათვის სიმღერა, რომლის საშუალებითაც ტოროლები ყოველდღიურად თავის ერთგულ მაყურებელს მიესალმებიან. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ამჯერად ამ სიმღერაზე კლიპი იქნება, რომლის რეჟისორიც კახა ოთარაშვილია. ირაკლი ჩარკვიანი, უცნობი და ლექსენი პირველ ერთობლივ სიმღერას წერენ. სიმღერას, რომელიც აქციის სახეს მიიღებს და იქნება მიმართული პროსტიტუციისა და ნარკომანიის წინააღმდეგ. ჯოში დგანან 13 და 15 წლის გოგოები და ეს ძალიან ჩანს უკვე და ამიტომ ამაზე ვიღაცამ რაღაც უნდა თქვას და ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ვცდილობთ ხოლმე რომ ყველაფერი ვთქვათ, რაც რისი თქმაც გვინდა და ეხლაც ესე გამოდის. სამი რევოლუციონერი მუსიკოსი, რომელთა შემოქმედებაშიც ხშირად იჩენს თავს პროტესტი უარყოფითი მოვლენების მიმართ, ამჯერად ერთობლივი ძალით იზრუნებს შეუტიოს ამ პრობლემას. შევიკრიბეთ ისწრედი შეიქმნა, რომელთაც ეტყობა გვაწუხებს მართლა ეს და ეხლა რაც შეეხება თვითონ იდეას ამაზე, ირაკლიმ ჩაგვაწოდა ეს იდეა და ჩვენ ასე ავიტაცეთ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გამოგვივიდა და ვნახოთ შედეგი რა იქნება. მართლა პრობლემატური თემაა და ვინც ამას გაიზიარებს, ამას დაინახავს ჩვენგან და ამას ყურად იღებს, ეს იქნება ძალიან დასაფასებელი რა. საოცარი სურვილი მაქვს არაფრის კეთების, დათრობა და გახსენება თქვენი დედების. სიახლეების მაძიებელი მუსიკოსი და იდეის ავტორი ირაკლი ჩარკვიანი ამჯერად ჰიპ-ჰოპ სტილს ირჩევს და ეს იქნება პირველი ამ მიმდინარეობის სიმღერა მის შემოქმედებაში. ირაკლის აზრით, ის რეპერ ლექსენთან და უცნობთან ერთად სწორედ ჰიპ-ჰოპის საშუალებით უფრო კარგად მიიტანს თავის სათქმელს ახალგაზრდებამდე. მიხარია, იმიტომ რომ ახალი პროექტია იმ ადამიანებთან ერთად, ვის შემოქმედებას მე ძალიან მიყვარს და ძალიან ვიხიბლები და ყველაზე კაი აქ რაც არის ის რომ ძალა ერთობაშია. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განსხვავებით სხვა განყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი, ქართლახეთი, იმერეთი, გურია და აჭარა. ეს უჩემი სამშობლოა, ბებერი და პატარა. სტუდია ორფეიში ქეთი გომართელი თავის მორიგ სიმღერას წერს, რომლის პრეზენტაციაც გიგა კვენეტაძის სოლო კონცერტზე შედგება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მალე ქეთის პირველი ალბომიც გამოვა, სადაც სხვა სიმღერებთან ერთად ეს სიმღერაც შევა. ეს სიმღერა, რომელიც ჩემს მეგობარს ძალიან ნიჭიერ ავტორშემსრულებელს გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, არის ძალიან განსხვავებული, ანუ ამ სიმღერით იწყება ახალი ფაზა. განსხვავდება ჩემი წინა სიმღერებისგან ძალიან. ემი ახალ სიმღერაზე მუშაობს. კომპანია ენის ხმის ჩამწარ სტუდიაში. სიმღერის ავტორია დათო მჭედლიშვილი, ხოლო ტექსტის მანანა გურგენიძე. ეს პირველი სიმღერა, რომელიც ამ ადამიანმა, ასე ვთქვათ, გვაჩუქა, საკმაოდ სასიამოვნო სიმღერა, მელოდიური. არანჟირების ავტორია ძიმკა, ასევე ხმის რეჟისორი. ამ სიმღერის გარდა დაგვშა კიდევ ერთი სიმღერა ჩასაწერი და გამოვა უკვე ჩვენი ალბომი ალბათ გაზაფხულის ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან გაიწელა ეს პროცესი რა. ზათუ სერთან დათოვა და თუ შენთან არ მოვა სიყვარული დღეს თუ გული მარტოა ვეღარ ხდები რატოა
კლუბი ნოა როგორც ყოველთვის ორიგინალურ და გამორჩეულ პროგრამას გვთავაზობს. ამჯერად კლუბში ლიბელ ტანგოს საღამო მოეწყო. საღამოს რა თქმა უნდა ოდნავ რომანტიკული და ოდნავ ნოსტალგიური ელფერი დაჰკრავდა. სხვადასხვა ამ განწყობას ნინო არაზაშვილის არაჩვეულებრივმა ვოკალურმა მონაცემებმაც შეუწყო ხელი. ჩვენ ძალიან შევეცადეთ, რომ ყოფილიყო ძალიან სახასიათო, იმიტომ რომ ტანგო ეს არის ძალიან დიდი ხნის მივიწყებული წარსული, რომელიც რაღაც ნოსტალგიასთან ერთად რაღაც რომანტიკასაც, მარლენ დიტრიხს, სულ სხვა სტილს გვახსენებს. მე რეპერტუარში ძალიან ბევრი ტანგო მქონდა ისეთაც, მაგრამ რუსულენოვანი, როგორც რუსული რომანსის შემსრულებელს. ამჯერად პატარა ექსპერიმენტს ვოვსინჯავთ, ეს არის ერთი რუსული, გერმანული და ინგლისურენოვანი ტანგო, სხვადასხვის გერმანული, კეთვით საიდუმლოდ რომ არის გიტლერის საყვარელი ტანგო, რომელსაც დიტრიხი მღეროდა. თანამედროვე ტანგოს ვერსიას წარმოადგენს, ამან განაპირობა ჩვენი ინტერესიც, ვინაიდან თანამედროვე მაყურებლისთვის უფრო მისაღები გახდა მოსმენა და გადავწყვიტეთ ჩვენც დაგვეთმო ერთი დღე მაინც ტანგოსთვის. ცნობისათვის ეს ცეკვა გასულ საუკუნეში წარმოიქმნა არგენტინაში, შემდეგ კი მისი თანამედროვე ვერსიაც შეიქმნა, თუმცა ტანგოს ფენომენი ალბათ დღემდე ვერავინ ამოიცნო. თეატრალური სარდაფი როგორც ყოველთვის ახალ სახეებსა და იდეებს გვთავაზობს. ამჯერად რეჟისორმა ნინო ლიპარტიანმა ბალზამინოვის ქორწინება დადგა. შეხედე, დედიკო, როგორ დამიწვა? აი, სულ გამიშავდა, ხედავ? მე რომელი პარიკმახერი ვნახე? რა ჩემი ბრალია? რა სიდიდი ამ ხელათმა? წადი საპარიკმახეროში და გაიკრიჭე. სპექტაკლში ერთი საინტერესო დებიუტია. მთავარი გმირის აუხტენელი ოცნების სიზმრის მატერიალიზების ფუნქცია მომღერალ ქრისტინე იმედაძეს დააკისრეს. ვისაც აინტერესებს, როგორ გამოიყურება დრამატულ სასცენო ამპლუაში მომღერალი, ცნობის მოყვარეობას ნამდვილად დაიკმაყოფილებს. თუმცა რეჟისორმა ის სპექტაკლში ქორეოგრაფიული მონაცემების დემონსტრირებისთვის უფრო მოიწვია, ვიდრე კონკრეტულად სამსახიობო ოსტატობის. გალერეა უნივერსში ჯარჯი ბალანჩივაძის გამოფენა გაიხსნა. ბატონი ჯარჯი მუსიკოსია, კომპოზიტორი, მაგრამ როგორც თვითონ ბრძანებს, არ შეიძლება რომ ვიღაცას თუ მუსიკა უყუროს, რა არ უყვარდეს როგორიცაც ფერები, და მუსიკაშიც ფერები არსებობს. ცნობისათვის ჯარჯი ბალანჩივაძე ჯორჯ ბალანჩინის ძმისშვილი და ანდრია ბალანჩივაძის ვაჟიშვილია, ასე რომ ნიჭი არ იკარგება. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.